მოგესალმებით მოსწავლეთა შემეცნებითი სტუდიის წევრები და წარმოგიდგენთ გადაცემა ჩვენი თაობა. ჩვენი გადაცემების მეშვეობით გაგაცნობთ გორში მოქმედ საბავშვო კოლექტივებს, შეხვდებით და ვესაუბრებით გამოჩენილ საინტერესო პიროვნებებს. ვისაუბროთ საქართველოს ისტორიაზე. და რადგან ჩვენ გორში ვცხოვრობთ, უმჯობესი იქნება თუ გორისა და მასთან ახლოს მდებარე ისტორიული ძეგლების მიმოხილვით დავიწყოთ. ყველაფერი ეს შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი სტუდიის მიერ მომზადებულ გადაცემებში. მოსწავლეთა შემეცნებითი სტუდიის წევრები დღეს ასოციაცია ტონთიოს ვეწვიეთ. მოდით შევიდეთ და ვნახოთ რა ხდება შიგნით. ყოველდღიურად 40-მდე ბავშვს უწევენ ზრუნველობას. მოდით თვითონ ბავშვებსა და პედაგოგებს გავისაუბროთ. თინიკო, რამდენი ხანია რაც აქ დადიხარ? მეორე წელია მე რაც აქ დავდივარ, აქ რომ მოვედი ვიყავი 9 წელს. რას გასწავლიან? ჩვენ აქ ვამზადებთ გაკვეთილებს, გვასწავლიან მუსიკას, ხატვას. ფსიქოლოგთან საუბრობთ. კი, მე ძალიან მომწონს. თქვენ თარგმნა ის გააკეთეთ, რაც მასწავლებელი გირჩევთ, ამის პრობლემას გაძლევთ? ჩვენ შეგვიძლია რასაც მასწავლებელი გვეუბნება არ გავაკეთოთ, ისე რომ მასწავლებელს ძალიან გული არ ვადგინოთ, ისეთ რამე არ გავაკეთოთ, რომ მასწავლებელს ძალიან ეწყობა. როგორც ბავშვებისაგან გავიგეთ, მათ აქ ყოფნა ძალიან მოსწონს და რითი არიან დაკავებულები მთელი დღე. როდესაც მოდიან, ვეცადინებთ გაკვეთილებს, ვეხმარებით გაკვეთილების მომზადებაში, სასკოლო საქმეებში. შემდეგ გაქვთ თავისუფალი საათი, შემეცნებითი საათი, ხატვა, ჭრაყირვა, მუსიკის გაკვეთილები, ფსიქოლოგი უტარებს საუბრებს. აგრეთვე აქვთ სპორტული თამაშები, ტელევიზორს უსგერიან, ყველა აქვთ ერთჯერადი. მათთვის ეწყობა ხოლმე ლაშქრობა. მე გავყვანთ გორი ჯვარზე. შემდეგ გორის ციხეზე გვექნება ლაშქრობა. ზაფხულში მოეწყობა ექსკურსიები. გვექნება კონში, ატენის სტოლში. ძირითადად შიდაკაცში ვიმუშავებთ. დავათვალიერებთ ისტორიულ ძეგლებს. თვეში ერთხელ გვაქვს ხოლმე კულინარიის საათი, ვასწავლეთ გოგონებს კულინარიას. როგორ ახერხებთ, რომ არ გატარებულოთ, რომ მათ სულ საინტერესო? მეგობრობთ ბავშვებთან. არა ვართ ის მკაცრი მასწავლებლები, როგორც კლასში შერეჭოლები. ბავშვებთან ვართ, როგორც მეგობრები და ყველანაირად როგორ დამოკიდებულება აქვს ბავშვებს თან? მეგობრობები თუ კონცერტი აქ დადიან და კონკრეტი ყოფილა საერთოდ. ძირითადად ეხარკი მეგობრობენ, იმიტომ რომ სადგურსუბანი და საროსუბანი და ამიტომ იცნობენ კიდეც ერთმანეთთან ახლოს არიან. ახლა ჩვენ ასოციაცია ტონთიოს დირექტორს მიშა ცერცვაძეს შევხვდებით. ბატონო მიშა, თქვენთან ვესაუბრეთ ბავშვებსა და მათ პედაგოგებს. ვის ინიციატივითა და ხელშეწყობით ხორციელდება ეს პროგრამა? ჯერ ძალიან მოხარული ვარ ჩემი სტუმრები რომ ბრძანდებით, ტურისტული ცენტრი ტონთიოს სტუმრები რომ ბრძანდებით. ძალიან გაგვეხარდა
თქვენი სტუდიის შექმნაც და ჯერ წარმატებებს გისურვებ და მე ძალიან მოხარულები ვართ იმაში, რომ ესეთი მთა გაინტერესებს და ბუნება გაინტერესებს. რაც შეეხება ბავშვებს, გეტყვით, რომ ეს ბავშვები არიან პროექტით იღებენ მონაწილეობას ჩვენთან, რომელიც დაფინანსებული აქვს ესეთი საერთაშორისო ორგანიზაცია Mercy Corps, რომელიც აფინანსებს ბავშვების პროგრამას და ძირითადად დაკავებულები არიან ისინი გაკვეთილების შემდეგ ჩვენთან სწავლობენ სხვადასხვა პროფესიას, ხატვას, სიმღერას, მეცადინეობრივ გაკვეთილებში. ასეთ საქმიანობა პირველადაა თქვენს პრაქტიკაში თუ გქონიათ განსხვავებები? არა, პირველად ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ ჩვენ წლების განმავლობაში ბავშვებთან მუშაობთ და მრავალი გრანტი გვაქვს აღებული საფულში, ბილისის ხეობაში, ბანაკი გვაქვს ხოლმე ბავშვების გამაჯასახ, სპორტულ გამაჯასახებელი ბანაკი და იმათთან ბავშვებთან ერთად მუშაობთ. როგორც ვიცით, თქვენი ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას ტურიზმი და ალპინიზმი წარმოადგენს. ისიც ვიცით, რომ მთების სიყვარული ოჯახიდანვე მოგდებთ. რამდენი წლის იყავით, როდესაც პირველად წახვედით მთაში და რას გვეტყვით თქვენს პირველ შთაბეჭდილებებს? ეს ოჯახური ტრადიცია ნამდვილად არის, იმიტომ რომ მამაჩემიც მთაში დადიოდა, ალპინისტი იყო და რაც შეეხება ჩემს პირველ წასვლას, ეს სულ შემთხვევით მოხდა. როდესაც მამასთან სტუმრად იყო ესეთი გამოჩენილი პიროვნება, იყო ასეთი პიროვნება სანდრო გვალია, რომელიც საქართველოში ალპინიზმის დაფუძნებელი არ არის, მაგრამ პირველი მოთხილამურე იყო ფაკურიაში, პირველად დადგა თხილამურეზე. ესეთი პიროვნება იყო საქართველოში სანდრო გვალია და სტუმრად გვეწვია და მან დამპატიჟა სვანეთში ალპინისტური ბანაკი იყო აილამა. მაშინ 13 წლისა ვიყავი, როდესაც წავედი სვანეთში და სხვათა შორის არ მიშვებდნენ, იქ უფროსები დადიოდნენ მთაში და არ მიშვებდნენ მე როგორც პატარას, მაგრამ ერთ ჯგუფში პატარა მწვერვალზე წავედი, გამიყოლეს უბრალოდ ჩუმად გამიყოლეს და შთაბეჭდილება იყო რაღაც ეხლაც მახსოვს, ეს ძალიან დიდი ხნის წინათ იყო. გავუწდი, როდესაც მწვერვალზე ავედი. მწვერვალზე რო დავდექი, სხვადასხვანაირი განცდა იყო, რაღაც შთაბეჭდილება იქიდან ძალიან დიდი მწვერვალების ჩანდა, ულამაზესი მწვერვალები, თეთრი ფიფქინები და 15 წლიდან დავიწყე აქტიურად სიარული. მთაში ჯგუფში ჩავეწერე და ძირითადად რუსულ ჯგუფებში დავდიოდი ხოლმე, მაშინ რუსები იყვნენ. მერე ქართველები დაინტერესდნენ ჩემით და უკვე ქართველებთან ერთადაც ვაკეთებდი ექსპედიციებს პამირში, ტიან-შანში. როდესაც ადამიანს არ აქვს ურთიერთობა ბუნებასთან, იგი ვერ ხედავს იმ სილამაზეს, რასაც ბუნება გვაძლევს. ბატონო მიშა, თქვენ როგორ გონიათ? ის შთაბეჭდილებები, რომლითაც თვითონ ბრუნდებით, გეხმარებათ თუ არა თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში? დღეს ახლა ესეთი სიტუაცია არის დაძაბული და სწრაფი დინამიკა იგრძნობა. ალბათ თქვენც აგრძნობთ არა, სკოლაში, სახლში, მეცადინეობებში. ჩვენც ესე ვართ, ძალიან დატვირთულები ვართ, მაგრამ ბუნებაში რო გავდივართ, რაღაცა კი არ გვეხმარება, უბრალოდ იქ აი სულ სხვა ატმოსფეროა, ეს გადაღლილები, აი ცივილიზაციით მე შვიდდებით, წყნარდებით, ვიმუხტებით, დადებითი მუხტებით და შევსებულები და სავსეები ბრუნდებით. ეს სულ სხვა შთაბეჭდილებაა. ბატონო მიშა, ცნობილი რუსმომღერალ ვლადიმერ ვისოცკის აქვს ასეთი გამოთქმა, რომ თუ გინდა ადამიანი გამოსცადო მეგობრობაში, მასთან ერთად მთაში უნდა წახვიდეთ და აქვს ასეთი განსაკუთრებული მთას. ძალიან ბევრი რამე აქვს მთას საინტერესო, იმიტომ რომ მთაში რომ მიდიხარ რა ადამიანი, აი მარტოდ რომ მიდიხარ მეგობრებთან ერთად, რაღაცა ესეთი შეგრძნება გაქვს, რომ თითქოს პატარავდები, აი პატარა ხდები, იმიტომ რომ იმხელა ბუმბერაზი მთები არის და რაღაცის აი ესეთი შიშივითა გაქვს, რომ თან არ გაჯობოს და გინდა თუ არა, მაინც უმეგობრდები ამ ადამიანს და ძალიან ახლოც ხარ, ცდი იმ ადამიანს, რომ აი არ შეეშინდა, იმის ყველანაირ ბუნებას იგებ, შიშარა არის, კეთილი არის, ბოროტი არის, თუ ადამიანს დაუმეგობრდი, ის მთელი ცხოვრება მეგობარი იქნება და თუ რა ვიცი, წაგაბათდი, მე აღარ იქნება მეგობარი და იმასთან მთაში აღარასდროს აღარ წახვარ და თუ ერთხელ წახვედი მთაში ადამიანთან და მეორეთთან წახვედი, ესე იგი თქვენ უკვე დიდი მეგობრები ხართ და გამოსცადეთ ერთმანეთი. აი დადებითი თვისება აქვს მთას. ალპინიზმი გარკვეული სცენარის დაკავშირებული. შიშის გრძნობა თუ გაგჭირნიათ მწვერვალზე ასვლის დროს? მთაში შიშის გრძნობა არის. არის რომ რაღაც უბედურება არ მოგივიდეს და ყოველთვის დაძაბული ხარ იქ.
უბრალოდ რაღაც განცდა გაქვს იმისა, რომ რაღაცა არ შეგეშალოს, რაღაცა არ მოხდეს, უბედურობა, ან ზვავი არ წამოვიდეს, ან კლდი არ წამოვიდეს. ყველაზე შიში იმის არის, რომ ამინდი არ გაფუჭდეს და ნისლი არ ჩამოხდეს. და მხედველობა იყოს კარგი, თორე ალბათ თაშიც იმიტომ დავდივართ, რომ ეს შიში გადავლახოთ და ეს დაძაბულობა მოიხსნა და ჩვენ თავს ვაჯებოთ. რამდენ მწვერვალზე ხართ დასული და რომლებიც გაიხსენებთ? მწვერვალებზე, ძალიან ბევრ მწვერვალებზე ვარ ნამდვილად ასული, არასდროს არ დამithვლია. თვლიდი, სანამ პირველ თარიღს შევასრულებდი, ასე იყო, მაშინ კომუნისტების დრო იყო და თარიღებს ვასრულებდით ხოლმე მესამე თარიღს, მეორე თარიღს, მერე პირველ თარიღს და მერე სპორტის ოსტატობის კანდიდატზე მუშაობდით და პირველი თარიღი რო უნდა შეგოსრულებინა, 65 მწვერვალზე უნდა ყოფილიყავით ასული. და იმ შემდეგ ნამდვილად აღარ დამithვლია. მე უკვე პროფესიონალივით გავხდი, ტურიზმში მუშაობდი და გვინდოდა არ გვინდოდა გვხდებოდა ერთი და იგივე მწვერვალზე წასვლა ძალიან ბევრჯერ. მაგალითად, სვანეთში არის მწვერვალი ერთი მარჯანიშვილია 13 ჯერა ვარ ასული. ყინვარწვერზე ყაზბეგში რომ არის ხო ვიცით, ლამაზი მწვერვალია. იმაზე 8 ჯერ ვარ ასული და რა ვიცი, ამდენი მწვერვალია. აი თუ შეგიჩნევიათ გორში, ყველაზე დიდი ქედი რომ მაქვს. კავკასიონზე ნუ ჩანს ხოლმე აქედან. შეგიჩნევიათ ეს მწვერვალი. მაგას ბუცაბძელა ქვია. მაგაზე მარტო ჩვენი კლუბიდან ტუნთიოდან ერთი 10 ექსპედიცია გვაქვს გაკეთებული და დაახლოებით 10 ექსპედიციაში ერთი რვა შეწყოს ერთი 500 კაცი ყავს აყვანილი მაგ მწვერვალზე და ეგრეთი რამდენი მწვერვალებია ჭაუხებში, ძალიან ბევრი მწვერვალებია და წელიწადში ხანდახან გვიწევს ხოლმე ბევრჯერ ასვლა. ჩემი ყველაზე სამახსოვრო მწვერვალი იყო შხარა. შხარა იმიტომ იყო, რომ მე ზუსტად ის მარშრუტი გავიარე, საცა გურამ თიკანაძე დაიღუპა. ალბათ იცით გურამ თიკანაძე ვინც იყო? ალპინისტი იყო და პირველი ფოტოგრაფი, რომელიც ფერად სურათი იღებდა და რამას სურათებს იღებდა. ალბომიც არის გამოშვებული. სხვანაირი შთაბეჭდილება იყო მწვერვალზე, რომ იცოდი, რომ დიდი ქართველი დაიღუპა და იმ გზაზე მიდიხარ. ეს იყო ჩემი ყველაზე შთაბეჭდავი მწვერვალი. თქვენთან საუბრის შემდეგ ნამდვილად გამიჩნდა სურვილი წავიდე საკუთარ თვალით ნახო ყოველას. პირველ რიგში რომელ მხარის მონახულებას გურჩევთ? საქართველო ძალიან ლამაზი არის. და მთებივით უმეტეს. მთაში სიარული არასდროს არ უნდა დაიწყოთ ბუმბერაზი მწვერვალებიდან და რაღაცა. ჯობია ჯერ ჩვენი მხარით დავიწყოთ სიარული, სადაც ატენის ხეობა გვაქვს ძალიან ლამაზი. ის მხარე უნდა დავათვალიეროთ და სხვათა შორის, აი თქვენ ალბათ არ იქნებით ნაყოფები ატენის ხეობის ბოლოში არის წყალგამყოფი ქედი, რომელსაც ჯამჯამა ქვია. ესეთი და დიდი მწვერვალი აქვს, კლდოვანი მწვერვალი აქვს. და ის აცურველი იქნება თავიდან, იქიდან დაიწყოთ, გადმოხედოთ თრიალეთის ქედს, ისეთი ლამაზი არის, კავკასიონის ლამაზათაში რაც იქიდან. და შემდეგ რაღაც გვაგიჩნდებათ სურვილები ხოლმე, მერე შეგვიძლია ნელ-ნელა ჩვენთან ერთად წაგიყვანოთ პატარ-პატარა მწვერვალებზე. დავიწყებთ ალბათ ჭაუხებიდან, მერე გუდამაყრის ხეობაში გვაქვს ძალიან ლამაზი მწვერვალები, საცა პატარა თქვენი ტოლი ბავშვები დაყვავს ხოლმე. თუ თქვენ სურვილი გექნებათ, თქვენ სტუდიას, აბზაფხულს სულ ყველას გეპატიჟებით ატენის ხეობაში, ერთიანად დავათვალიერებთ მთლიანი ისტორიული ძეგლები. ატენის ხეობაში ცნობისათვის 72 ისტორიული ძეგლია. ეს იწყება ატენის სიონიდან და მთავრდება სოფელია ლევიტანა, სადაც ორი ისტორიული ძეგლია, ქრისტიანული, ერთი წმინდა მარიამის სახელობისაა და მეორე წმინდა გიორგის სახელობისაა. აი წელს სულ ყველას გეპატიჟებით აბზაფხულს ატენის ხეობაში. და ერთად მოვინახულოთ ეს მხარეც და ალბათ საზაფხულო ბანაკიც გვექნება, სულ ყველანი ერთად ვიქნები და მე დავათვალიერებ. რომელია თქვენთვის საყვარელი მხარე? ჩემთვის ყველაზე საყვარელი მხარე ყაზბეგი არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მეგობრები მყავს, ძალიან ბევრი ნაცნობები. თვითონ მოხევებიც ისეთი პიროვნებები არიან, ვაშკაცურები არიან, გამტანები, ცოტა მკაცრებიც არიან. სვანეთიც აყვავს მეგობრები, მაგრამ მე მაინც რატომღაც ხევი უფრო მირჩევნია თავისი ხალხით, თავისი მწვერვალებით და თავისი ტრადიციებით. შენობაში შენობრივი ყურადღება საქართველოს ისტორიული ძეგლების შემოქმედება. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენსა და მომავალთაობას არ გავუქმნით ეს ყოველივე ამისი? მე ერთ რაღაცას გირჩევთ, საქართველოს თქვენი თვალით ნახოთ. მოიაროთ მთელი საქართველოს და თქვენ თვითონ ნახოთ მისი ისტორიული ძეგლებიც, მისი კულტურაც, მისი მწვერვალებიც, მისი ბუნებაც, თორე
თუ დაგეკიდეთ და მარტო ტელევიზორით უყურეთ, ეს ვერ შეგიყვარდებათ, ეს ცირა არის, მშრალი ინფორმაცია აქვს უფრო ტელევიზორს და აი თქვენ თვითონ რომ შეეხებით იმ ისტორიულ ძეგლებს, რაც ხელს რომ დაადებთ, სხვა თუ არაფერი, ჩვენ რომ მივდივართ ხოლმე მაგალითად, ყველა ისტორიულ ძეგლს ვასუფთავებთ და უვლით, გვინდა თუ არ გვინდა და თქვენ თუ ესე მოიქცევით, ალბათ სასურველიც იქნება და სასიხარულოც იქნება თუ. ბატონო მიშა, ჩვენი სტუდიის სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ შეხვედრისათვის. ჩვენი შემდეგი შეხვედრა ალბათ შედგება ატენის ხეობაში თქვენს საზაფხულო ბანაკში. მადლობთ. ასეთი იყო ჩვენი ერთი დღე ტონთიოში. ამით ჩვენი გადაცემაც მთავრდება. გამოგვეხმაურეთ. ჩვენ ძალიან გვაინტერესებს თქვენი აზრი. და კიდევ თუ ჩვენ სტუდიაში მოსვლის სურვილი გაგიჩნდათ, შემოგვიერთდით. მომდევნო გადაცემას თქვენთან ერთად მოვამზადებთ. გემშვიდობებით. დანარჩენი შემდეგში.